გამარჯობა, მე გიორგი ვარ და წარმოგიდგენთ პაციენტთა მართვის სისტემის სატესტო დავალებას. პროექტი გაკეთებულია C# Windows ფორმებზე. მონაცემთა ბაზა არის Microsoft SQL და მონაცემების წამოღებისთვის და CRUD ოპერაციებისთვის გამოყენებული მაქვს პროცედურები. ნახოთ პროექტი ფუნქციონალი პირველ რიგში. ეს არის ცხრილი, რომელიც დაგენერირებულია პროცედურებით. ან პროცედურა მაქვს გაწერილი იმისთვის, რომ თავარი ცხრილიდან პაციენტების ცხრილიდან წამოიღოს ყველა პაციენტი, სადაც არის თავისი ველები უკვე გაწერილი. ოღონდ ეს ველები ბაზაში ინგლისურად წერია და მე მაქვს გადმოთარგმნილი ქართულად, იმიტომ რომ მოთხოვნა იყო ესეთი, რომ ქართულად უნდა იყოს ყველაფერი ფუნქციონალში რა მოკლედ. დამატება აქედან ხდება. აქ გვაქვს ვალიდაციები, მაგალითად სახელი და გვარი არის სავალდებულო და თუ არ ჩავწერ რომელიმეს, აი მაგალითად ახლა გვარზე ამოაგდო. გვარს თუ ჩავწერ და შენახავს მიცემ სახელის ჩაწერას მომთხოვს, სახელს თუ ჩავწერ ეს გამიშვებს ახლა, მაგრამ გვაქვს ასევე ტელეფონზე ვალიდაცია, სადაც მაგალითად ეს ვალიდურია ახლა, მაგრამ თუ დავწერ 5-ის მაგივრად სხვა ციფრს დასაწყისში მეტყვის, რომ ან 5-ით უნდა იწყებოდეს და შეიცავდეს 9 ციფრს და ასევე თუ 9 ციფრს არ შეიცავს, ამაზე სხვა მოაგდებს და თუ 9 ციფრს არ შეიცავს, მაგრამ რაოდენობა ესე რომ ვთქვათ სიმბოლოების 9 არის, მაგასაც შეამოწმებს, რომ ყველა სიმბოლო თუა ციფრი, ესე რომ ვთქვათ, აი მაგალითად თუ გაგვეპარა, ესე რომ ვთქვათ, შეცდომა ტელეფონის ჩაწერის დროს, მაგასაც შეამოწმებს, სანამ ბაზაში გაუშვებს ამ კონკრეტულ პაციენტს. სქესის არჩევა შეგვიძლია, გვაქვს ეგრეთ წოდებული სელექტორი, მისამართი ჩაწერა და დაბადების თარიღი. შენახვას რომ მივცემთ, პაციენტი დაემატება. რედაქტირების დროს, როცა გვინდა რომ პაციენტის მონაცემები შევცვალოთ, უნდა მოვნიშნოთ ესე პაციენტი და რედაქტირებაზე რომ დავждებით, რომ დავაწვევით გამოვა ეს იგივე ფანჯარა, ოღონდ აქ უკვე დაგენერირებული ექნება, უკვე წამოღებული ექნება პაციენტის იმ კონკრეტული პაციენტის ინფორმაცია და აქ შეგვიძლია უკვე შევცვალოთ, მაგალითად, შევწეროთ სხვა მონაცემები, ტელეფონის ველი არ არის ავალდებულო, ისევ და ისევ. შენახვას მივცეთ და რედაქტირებს, ესე რომ ვთქვათ, იმ პაციენტს. წაშლაც იგივე ლოგიკით ხდება, უნდა მოინიშნოს, წაშლას მივცეთ, აქ გამოგვიტანს ფანჯარას ვართ თუ არა დარწმუნებულები, რომ გვინდა წაშლა, მივცემთ, რომ ვართ და წაშლის. ეს არის და ეს სუბფუნქციონალი, ახლა გადავიდეთ კოდზე. კოდის მთავარი ფანჯარის კოდი, ესე რომ ვთქვათ, არის იწყება შემდეგნაირად რა. გვაქვს ბაზასთან საკომუნიკაციო ფუნქციონალისთვის connection string-ი, ეგრეთ წოდებული, გვაქვს მაგის შემოწმებისთვის კიდევ აქ ლოგიკა, თუ რაღაც მოხდა, შეცდომა იყო, ვერ იპოვა connection string-ი, ან ბაზასთან კომუნიკაცია ვერ შედგა, მაგ შემთხვევაში მერე გვაქვს მთავარ ფანჯარაზე, რომ ეს პაციენტების ცხრილიდან ინფორმაცია წამოიღოს, მაგისთვის არის ეს ფუნქციონალი მეთოდი შექმნილი, სადაც გამოყენებულია პროცედურა. აი აქ წერია ის ლოგიკა, რომ ინგლისურიდან ქართულზე გადმოიყვანოს სახელები, ველების. შევხუროთ. შემდეგ აქ გვაქვს დამატების მეთოდი და შეცვლის რედაქტირების მეთოდი. ეს ორივე მეთოდი იძახებს მეორე ფანჯარას. ოღონდ განსხვავება არის ის, რომ რედაქტირების დროს ფანჯარას იძახებს და თან ატანს ID-ს. ID-ს რომ ატანს, მაგითი უკვე ხდება ის ფანჯარა, რომ რედაქტირებაზე მომაკითხეს, ესე რომ ვთქვათ და უნდა დავარედაქტირო და ეგ ლოგიკა კიდე ცალკე განახებთ. აქ გვაქვს წაშლის ლოგიკა, სადაც გვეკითხება, აქ არის ყველა ფუნქციონალი, დადასტურების შემდეგ რა ხდება, აქვე გვაქვს შეცდომების კონტროლი, თუ რაღაც მოხდა და
რამე შეცდომა დაიჭირა კოდმა მაგასაც გამოიტანს და გვანახებს. ეს ისევ და ისევ ქართულად არის ყველაფერი. გადავიდეთ ახლა მეორე მხარეს, ახალი ის მეორე ფორმა რედაქტირების ან დამატების ფორმა გამოიყურება ესე. კოდი კი ისევ და ისევ იწყება ბაზასთან საკომუნიკაციო string-ით, ეგრეთ წოდებულით. მერე მოდის სქესის გენერაციის მეთოდი. ეს არის საჭირო იმისთვის, რომ გვაქვს ორი ცხრილი და გვაქვს რელაცია ერთმანეთში, ანუ სქესის ცხრილი და პაციენტების ცხრილი და ID რო არ გვეწეროს მოკლედ აქ და სახელით რო წამოიღოს სქესი, მაგისთვის არის ეს საჭირო. აქ არის პაციენტების წამოღება, აი რედაქტირების დროს, როცა რედაქტირებას ვაძლევთ, მაშინ რო შეავსოს ის უკვე არსებული ველები, მოკლედ იმ ფანჯარაში, რომელშიც ვარ რედაქტირებთ, მაგისთვის არის ეს. აქ გვაქვს დამატების დროს შენახვის ლოგიკა, გვაქვს ვალიდაციები, ეს არის ვალიდაციების ბლოკი, ესე რომ ვთქვათ. აქ მაქვს გამოყენებული regex-ი, აქ გვამოწმებ უკვე ტელეფონს. და აქვე არის მერე პროცედურის გამოძახება, სადაც პარამეტრებს ვიყენებ და პროცედურას ვაწვდი იმ პარამეტრებს, რასაც მომხმარებელი შეიყვანს ფორმაში. და ეს არის, გავუქმების ლოგიკა. ეს არის და ეს ბაზასაც რო შევხედოთ, ესე გამოიყურება ბაზა. ეს რელაცია, როგორც თქვი უკვე, რომ gender ID არის გენდერის ცხრილის gender ID-სთან დაკავშირებული. აქ არის ცხრილების შექმნა, თავიდან ბაზის შექმნა, მერე ცხრილების, რაც უკვე მოწოდებული იყო დავალებაში, მერე არის პროცედურების შექმნა. ესე იქნება get all-ის პროცედურა. აქ არის უკვე შენახვის პროცედურა, შენახვა ან განახლების პროცედურა, აქვე ამოწმებს თუ ID გადმოცემულია და რედაქტირებს, თუ არ არის გადმოცემული ახალ შექმნის. ეს იყო და ეს სულ, მადლობა. ნახვამდის.